მიუხედავად იმისა, რომ მე მომაწოდეს ინფორმაცია თითქოს ვიღაცა მართავს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ შეიძლება ინსპირირებული იყოს, ან საერთოდ არის თუ არა ვინმეს მიერ მართული ან ინსპირირებული. უცბელად ვამბობ, ამას არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. მე ისევე როგორც თბილისის მერიის ყველა თანამშრომელი, აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ყველა გაჭირვებული და უბინაო ადამიანის. და არც ის მიკვირს, რომ სწორედ თბილისის მერიასთან ტარდება აქცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს მერიის გარდა არც ერთი უწყება სამწუხაროდ არ მუშაობს. ის უწყებები, ვისაც პირველ რიგში ეხება ამ პრობლემის მოგვარება. დღეს მოსულები იყვნენ იპოთეკარები, კერძო იპოთეკარები და თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების მთავრობა იპოთეკარებს დაპირდა სხვადასხვა შეღავათებს, მაგრამ პირდაპირ თქვათ მოატყუა და ვერაფერი ვერ შეუსვა. დღეს მოსული იყო კოოპერატიული ბინადმშენებლობები და მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ 99 წლიდან კოოპერატიული ბინადმშენებლობები შიდა ვალში აყვანილი, ანუ ფინანსთა სამინისტროს საქმეა, ანუ ცენტრალური მთავრობის საქმეა, ჩვენ აქ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მივეხმაროთ. დღეს იყო მოსული ასევე მერიასთან ის ადამიანები, ვინც თითქოს საყოველთაო ჯანდაცვით უნდა სარგებლობდეს, მაგრამ დღეს ჩვენ მთავრობაზე უამრავი ინდივიდუალური დადგენილება გაგვაქვს იმისათვის, რომ სწორედ აი ამ დაზღვევით მოტყუებულ ადამიანებს გაუმართოთ ხელი, იმიტომ რომ მიდიან, მიაქვთ ეს ფარატინა ხაღალდი და შედეგი არის ის, რომ ნახევარზე მეც ადგილზე გადახდა უწევს. დღეს ასევე შეკრებილი იყო ის ნაწილი, რომელიც დაკანონებას ითხოვს ბინების. მინდა ასევე ვთქვა, რომ უამრავი წერილი გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ გაგზავნილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროში, იმიტომ რომ ეს ცენტრალური მთავრობის პრეროგატივაა და სამწუხაროდ არც იქიდან არ არის რეაგირება. მე მინდა ასევე ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ყველა იმ ადამიანის ინდივიდუალურად პრობლემას შევისწავლით და შეძლების ფარგლებში ის რაც შეუძლია მერიამ გააკეთოს, ის რაც კანონით მერიას შეუძლია გააკეთოს, დავეხმარებით, მაგრამ თუ მარტო ერთი უწყება იმუშავებს და ყველა სხვა უწყება გაჩერებული იქნება, სამწუხაროდ ქვეყანა ესე ვერ წავა წინ.